გასულ წელთან შედარებით ვირუსული ინფექციების გააქტიურება და გართულება არა მხოლოდ ზრდასრულებს, არამედ მცირე ასაკის ბავშვებსაც უქმნის პრობლემებს. სიცოცხლისთვის საშიში ვირუსები პატარებში მკვეთრად არის მომატებული. საშიშროება იქმნება ღორის გრიპის დაავადებისაც. კლინიკა ბომონდის სამედიცინო დირექტორი მშობლებს განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოუწოდებს. ასევე ადასტურებს, რომ მათ კლინიკაში ჯერჯერობით სარეანიმაციო პაციენტები არ არიან. ეს ისეთი დროა, როდესაც ყოველ წელიწადს არის რა ეს ზამთრის ეს პერიოდი, მაგრამ წელს ცოტა მგონი უფრო მეტია ვიდრე გასულ წლებში იყო. ამას დაემატა კიდე ღორის გრიპის და ძალიან რთული სიტუაცია შეიქმნა. ახალშობილებში, რა თქმა უნდა, მომართვენება ძალიან მაღალია. აი მაგალითად, ეხლა ამოწერილი მაგალ ექვსში იყო 24 მომართვა ერთ დღეს. შვიდში იყო 21 ეხლა გუშინ წინ იყო 8-ში იყო უკვე 16 და დღეს ეხლა 4 საათი ეფექტურად დაიწყო 8-9 მომართვა ჯერ. ნუ ამ კვირაში ტენდენცია კლებისკენ მოდის, ასე ქვია. ეხლა ამ წუთში გვიწევს 7 პაციენტი და აქედან 4 არის რესპირატორული დაავადებებით. არც ისე მძიმეები არ აქვს. ეხლა ჩვენ პედიატრიული განყოფილება გვაქვს, მაგრამ თუ ისე დამჯერდება რომ რაღაც სიტუაცია შეექმნება, მაშინ რეანიმაციაში გადაგვყავს ხოლმე ხო რეფერალური პროგრამით, მაგრამ ესეთი შემთხვევა არ გქონია. თუ სიმპტომებს გავითვალისწინებთ, მშობლები პატარებთან ერთად კლინიკის პედიატრიულ სამსახურს პნევმონიისა და ბრონქიტისათვის დამახასიათებელი ჩივილებით მიმართავენ. ასევე აღნიშნავენ, რომ წელს ასეთი ვირუსული დაავადებების პიკი ნამდვილად არის. ხავით მაღალი სიცხენობით გამოიხატება და არა ამ წელს ნამეტანია ბავშვების მხრივ მაგალითად მისყავდა ბავშვი გადასხმებს უფრო მეტი გადასხმით გამოდის. ეს ყელის ტკივილითა ხო მაღალი სიცხეებით 3 დღეს სიცხეები ვერ ჩაუყრით. ძალიან გავრცელებულია რა თქმა უნდა და მეორედ მოვხვდით ეხლა გამოიხატება მაღალი ტემპერატურა და ხველა. რავი რას გვიტყვის ეხლა ექიმი? არ მქონია ესეთი შემთხვევა და წელს ძალიან მომატებულია. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული დაავადებები ჰაერწვეთოვანი გზით ადვილად ვრცელდება, ექიმები მშობლებს მოუწოდებენ, რომ მაქსიმალურად მოარიდონ ბავშვები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. ხშირად დაბანონ ხელები და ყურადღება მიაქციონ იმასაც, რომ ბავშვმა დაუბანელი ხელი პირში არ ჩაიტოს.